ბრტყელი დედამიწის თეორია. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, ძალიან შორს დანახვას შევძლებდით. ბრტყელი დედამიწის პირობებში ყველა ცოცხალი ორგანიზმი განადგურდებოდა. მათი აღნიშვნა მაინც საინტერესოა. ერთ-ერთი მსგავსი პლუსი ის იქნებოდა, რომ ძალიან შორ მანძილზე დანახვას შევძლებდით. ჩვენი თვალები უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. და დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო ფანჯრიდან გახედვისას, იმის დანახვასაც კი შევძლებდით. ქვეყნის მეორე მხარეს რა ხდება? ბურთის მსგავს პლანეტაზე ცხოვრებისას მსგავსი შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე დედამიწის ჰორიზონტი იდრიკება. ბრტყელ დედამიწაზე ცხოვრების პირობებში კი გარეთ გახედვა თვითმფრინავის ილუმინატორიდან გახედვის მსგავსი იქნებოდა. კიდევ არის რამდენიმე წვრილი მაგალითი იმისა, თუ როგორი შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი ყოფის შენარჩუნება, დედამიწა რომ არა სფეროსებრი, არამედ ბრტყელი იყოს. ჩამოვთვლი. ტექტონიკური ფილების მოძრაობა შეწყდებოდა. მეცნიერების მტკიცებით, ტექტონიკური ფილები ბურთის მსგავსი დედამიწის მოდელისთვის არის შექმნილი. თუ აღნიშნული ფილა დედამიწის ერთ ნაწილში მოძრაობს, ის დედამიწის მეორე ნაწილში არსებულ ფილაზე ზემოქმედებს. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს წესი მუშაობას შეწყვეტდა. თუ ვივარაუდებთ, რომ ტექტონიკური ფილები მოძრაობას შეწყვეტდნენ, გასაგები ხდება, რომ დედამიწაზე რელიეფური მრავალფეროვნება აღარ იქნებოდა. წელიწადის დროები აღარ იარსებებდა. ბრტყელი დედამიწის პირობებში წელიწადის დროები აღარ შეიცვლებოდა. თუ ზამთარი თქვენი საყვარელი სეზონი არ არის, ეს შეიძლება თქვენთვის სასიამოვნო ამბავი იყოს. საქმე ის არის, რომ წელიწადის დროების ცვლას დედამიწის ღერძის დახრილობა და მისი ბრუნვა იწვევს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგება და პირიქით. დედამიწა ბრტყელი რომ იყოს, პლანეტაზე მუდამ ერთი სეზონი იქნებოდა და ადვილი მისახვედრია, რომ ეს სეზონი ზაფხული იქნებოდა. არ მოვიდოდა წვიმა. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, ქარი მხოლოდ ორი მიმართულებით დაუბერავდა: სამხრეთით და ჩრდილოეთით. ეს თავის მხრივ გლობალურ კლიმატურ კატასტროფას გამოიწვევდა. რაც უკვე ჩამოვთვალე, განსახორციელებლად ისედაც წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან დედამიწას ბრტყელი ფორმა რომ ჰქონოდა, მზეზე დაეცემოდა. საქმე კი ისევ ის არის, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ვეღარ იბრუნებდა და გრავიტაცია არ იარსებებდა, რაც დედამიწას მზის ირგვლივ ბრუნვის საშუალებას აძლევს. ბრტყელი დედამიწის კლასიკური მოდელის თანახმად, ჩვენი პლანეტა უძრავი იქნებოდა, ის არსად არ წავიდოდა და მუდამ მზის ქვეშ იქნებოდა მოქცეული. თუ ამავდროულად ვივარაუდებთ, რომ მზე თავის გრავიტაციას ინარჩუნებს, ის დედამიწას პერმანენტულად მიიზიდავდა, იქამდე, სანამ ჩვენი პლანეტა ნათობს არ დაეცემოდა. გამოიწერეთ